საიდუმლო არაა, რომ ამერიკელების სტრიმინგი ძალიან ბევრ შოულობენ, მაგრამ მაინც რამდენს აკეთებენ. Frixis game მოიცი, მაგრამ ეს იცოდი? Edin Rossi ყველამ ვიცით 2023 წელს მან Twitch-ში დატოვა და გადავიდა Kick-ზე, სადაც მისი კონტრაქტი ღირდა $100 მილიონი. მაგრამ არაოფიციალურად თვითონაც აქვს ნათქვამი, რომ Kick-ის რაღაც პროცენტიც ეკუთვნოდა. Dr. Disrespect Twitch-ზე ბანი დაედო და 2020 წელს YouTube Gaming-თან მოაწერა კონტრაქტი, რომელიც იყო 10-დან 20 მილიონამდე ღირებულების. Shrouds Twitch-დან გადასულიყო Mixer-ზე, რომელიც იყო Microsoft-ის ახალი სტრიმინგ პლატფორმა 2019-ში, გადაუხადეს $20 მილიონი. მაგრამ 2020-ში დაიხურა. ეგრე მოუვიდა Ninja-საც. Ninja მათში დატოვა, მაგრამ მას $50 მილიონი გადაუხადეს მარკეტინგში. ისის Mixer-ზე გადავიდა, მაგრამ 1 წელი იყო მაქსიმუმ, იმიტომ რომ 2020 წელს Mixer-ი დაიხურა. და excuse-ი, რომელმაც 2 წლიანი კონტრაქტი დადო ისევ Kick-თან და მისი კონტრაქტიც იყო $100 მილიონი. მეც მინდა. არა არის ეგეთი მარტივი ცხოვრება.